გამარჯობა, მოგესალმებით ჩვენი ავტოსერვისიდან. ძალიან დიდი ხანია აქედან ამ ლოკაციიდან ვიდეო არ დაგვიდია და ნუ რას ვაკეთებთ, მინდა გითხრათ მოკლედ. დღეს შევეხებით 340, რადგან 340 ძალიან მაგარ დროებში გავიარეთ და ასევე დაგვერდით ჩვენ M3 რო გავყიდეთ, ყოველი ძრავი ამოვიღეთ და დაშლის პროცესს გადავიღებთ. ჩვენ უკვე M3-დან ძრავი თავისთავად ამოვიღეთ, M3 გავყიდე კიდევაც. რაც შეეხება ძრავში ჩვენ არ გველაგა გილძები, რადგან ძრავი დავშალეთ დასასერვისებლად, ჩამოვიტანეთ დარტონის გილძები, ჩავალაგეთ გილძებიც და ასევე ჩამოვიტანეთ შპილკები AirPro 2000 გვეყენა და 625-ზე გადავედით ახლა. ნუ რაც შეეხება 340, ჩვენ 340-ით გავიარეთ 100-200 2-9 წამში, ასევე 200-250 გავიარეთ 2 და 2 წამში. და ჩვენი მანქანა ჩვენ სოციალურ ქსელებში დავდეთ ვიდეოები, თუ არ გინახიათ გადადით TikTok-ზე და Instagram-ზე, ნახავთ ჩემიანად, ჩემი მანქანა არის 1750 კილო. ანუ ჩემს გარეშე მანქანა არის 1680 კილო. ჩვენი მთელი მუღამი რაც იყო აწყობილი მანქანით 100-200 უნდა გამოსულიყავით სამიანიდან, გამოვედით. შესაბამისად, ეხა გამოვაჯებთ კიდევაც და შევეცდებით და უკვე დავიწყეთ ჩვენ წონის მოკლება მანქანაზე. 1680 კილო როცა არის მანქანა, ძალიან რთულია. დაბალ ორიანში 100-200 გაირო. შესაბამისად, სოფლიო რეკორდები 2.6 ვისაც აქვს და 2.5 ვისაც აქვს 100-200, ისინი 1300 და 1250 კილო მანქანებია. ჩვენი რადგან 1680 კილო და აწყობილი მანქანის მუღამი მქონდა რომ გამოსულიყო 100-200 სამიანიდან, ეხა უკვე დავიწყებთ მანქანის დამსუბუქებას. დამსუბუქებაში რა ვსგულისხმობ? ბოლომდე არ გავახაფანგებთ, შევეცდებით მაქსიმალურად გარე ვიზუალი შეუნარჩუნოთ, ლამაზი იყოს და შიგნიდან მაქსიმალურად შევეცდებით რომ დავხსნათ, ნუ სალონი მოხსნათ, კარები შევცვალეთ. მოდი ბესო, ვანახოთ თან ჩვენს მაყურებელს. ნუ კარები ჩვეულებრივად რკინის კარებია, უბრალოდ შუშები ამოვიღეთ და პლასმასის შუშები ჩავსვით. ასევე მოდი ბესო შიგნიდან ის კარებები ჩვენ რაც გვეყენა უკვე მოხსნილი გვაქვს, შენახული გვაქვს თავისი აბიუკით. 4 კარები შევიძინეთ, რომელიც ესე გამოვჭარით, შიგნიდან შევუღებთ ლამაზად. აი, რავი, რა გითხრათ, ეხლა ჩამოსხმულ კარებს და 280-ზე რო კარები გზრება და სადღაც მინდორში ვარდება, მე მგონი იმას ჯობია, იმიტომ რომ 27 კილოა ერთი კარები აწყობილი თავის აბიუკით დინამიკებით და ჩვენ თითო კარებიდან ამოვიღეთ 15 კილო. ანუ თითო კარებიდან 15 კილო ნიშნავს იმას, რომ 4-ვე კარებიდან მინიმუმ 50 კილო მოხსენით, ანუ 50 კილო მოხსენით ცენტრში მანქანას. ეხლა ამოვიღებთ სალონს, ნუ სალონში გულისხმობ სიდენიებს მოხსნი და ერთალ რეკაროს ჩავდებ, ასევე უკანა შიტოკს მოხსნი, რადგან უკანა შიტოკი მაღალში 200-ის შემდეგ გვაჩერებს, ანუ პარაშუტის ეფექტს იტოვებს და არა, კაი, როცა 200-300 გინდა იარო და 200-250 კაი დროებში გინდა იარო, უკან შეზღუდვა არ უნდა კონდეს. ასევე ტრასას მოხსნით ბოლობაჩოკი და ერთიანობაში ვფიქრობთ, რომ 150 კილო ჩვენ რო დავამსუბუქოთ ჩვენი მანქანა და სადღაც 1450 კილო იყოს ჩემს გარეშე მანქანა, ჩემიანად 1520 კილო, უკეთეს დროებში გავივლით და უკეთეს დროებში გულისხმობ რა წნევითაც დავდივართ და რა ზაჟიგანითაც, იგივე წნევით და ზაჟიგანით ვფიქრობ 150 კილო რომ მოხსნათ, ალბათ 2.9-ში ეხა თუ გავიარეთ 100-200, 2.6, 2.5 უნდა გაიაროს. თუ ვერ გაივლის, საშუალება გვაქვს წნევის დამატებისა და წნევასაც დავამატებთ, ასევე ზაჟიგანის დამატებაც შეგვიძლია და ზაჟიგანისაც დავამატებთ. ნუ რავი, ეხლა გადავინაცვლოთ, უკვე შევიდეთ ოთახში, ვნახოთ ჩვენი მახო რა ეტაპზეა, ყოველ ძრავს აწყობს M4-ის რავი, აი ამ M4-ის რავი იწყობა და დაგვირდით ჩვენ M3 რო გავასტოკეთ, M3-ს ყოველფერს გადმოვაწყობდით M4-ზე და M4-საც რაღაცა მოუძებნით სამომავლოდ, ანუ შეჯიბრებებზე გულისხმობ, ჯერჯერობით არ ვაპირებთ M4-ის გამოსვლას, მაგრამ პლან B-ში გვეყოლება 800-850 საბურავზე გავაჩერებთ, მაგრამ ამ პროცესს ყველაფერს გადავიღებთ, როგორ ავაწყობთ, რას გავაკეთებთ, როგორ დავანასტროიკებთ და 100-200-ს გავივლით და 200-250-ს ჩვენი M4-ით. ეხლა კი გადავიდეთ ოთახში, სადაც მახო ძრავს აწყობს და ვნახოთ რა ეტაპზე. ბესიკ თუ ოდესმე უკანა შიტოკს მოხსნი და ეს პარკინგის ბრაუტკებს ესე დატოვე, ქაღალდის სკოჩით ჩეკარი რა, თორე წვიმაში და მანქანას რო რეცხავენ აკისლენიას იღებს და მე შიტოკს რო აყენებენ და პარკინგებს აერთებენ, ვერცერთ პარკინგს ვეღარ ხედავს. ბიჭო, მოკლე ჩართვას არ აკეთებს, პროსტო პარკინგებს ვეღარ ხედავს და გონიათ რომ პარკინგები გაფუჭდა. იდეაში წყალმა აკისლენია მიაღებინა შტეკერს თვითონ და ვეღარ გადააქვს ინფორმაცია. აუ რამდენჯერ მოხსენი შიტოკი უნდა გენახა.
ეხლა ვიწყებთ კოლიცოების ზაზორს, ზედ და გვედას, მოვარგებთ 6-ვეს და მე დავიწყებთ უკვე კალენვალის ჩადებას ძრავში. რაც შეეხება ამ ძრავში ბესიკ მოდი არ გქონდა ჩვენ გითხარით გილძები, რო დავშალეთ, ანუ გილძის გარეშე იყო. ეს 55-ში სასურველია გილძის გარეშე 40-45 PSI-ის მეტი არ ჩაბეროთ, იმიტომ რომ მე უკვე გილძები თუ არ გაქვს, პრობლემა იქნება. შესაბამისად, ჩვენ არ ვაპირებთ 40-50-ის ჩაბერვას ამაში, მაგრამ მაინც ჩავდეთ გილძები, იმიტომ რომ ძალიან ძვირი ზის ეზრავი, ძალიან ძვირიანი ნაწილებითაა ზოგადად აწყობილი და ერთადერთი რაც აკლდა იყო გილძები რა და ჩამოვიტანეთ დარტონის გილძები, ჩავსვით, ჩავგილძეთ და ასევე ARP-ს შპილკები ეყენა 2000-ები და ჩავანაცვლეთ ARP 625-ებით, რადგან 625-ები უფრო უძლებს მეტი კილოს დაჭერას და პლუს უფრო მეტ წნევას და ჩვენ ყოველ შემთხვევაში ვაპირებთ ამ ძრავიდან ამოვიღოთ 800-850 ცხენის საბურავზე, რაც ძრავის რესურსს სავარაუდოდ 50%-ს გამოიმუშავებს, იქიდან გამომდინარე რომ ეს ძრავი დადიოდა 1032 ქონდა საბურავზე ცხენის ძალა და უპრობლემოდ. Просто სერვისის პონჩი დავშალეთ, 20000 გავიარეთ და რა მდგომარეობაშიც იყო, ზუსტად ეხავთ ხოლმე ლუკაზე ჩასვამს კლიპად, რადგან ჩვენ ეს ძრავი დავშალეთ 3 თვის უკან. კაი, მოდი ბესიკ ჩემთან გავაგრძელოთ ჩვენი პირველი ვიდეო YouTube-ზე რო დავდეთ, ჩვენ განვიხილეთ F80 M3, რომელშიც იდო ეს ძრავი. მაშინ ვახსენეთ, რომ შატუნები ზაგაზით ქონდა შეკვეთილი და ჩამოსული იყო და უკვე აწყობილი იყო და მუშაობდა, გამოცდილია თავიდან ბოლომდე ეს შატუნები, ესევე პორშინებით 20000-ია გავლილი, ABP-ს ბრენდირებითა ესეც ზაგაზის არის გაკეთებული. ამაზე უკვე ჩვენ ნასაუბრები გვაქვს, რაზეც არ გვაქვს ნასაუბრები არის ეს შპილკები, წეგანაც ვახსენე 625-ები ცოტა მახოს აურევ აქვს ცოტა მასაკია თავის დალაგებულს. ესენია 625-ები, რომელიც უფრო მეტ წონის დაჭერას უძლებს და ასევე მეტ წნევას ცილინდრის ჩაბერვის დროს. რასპედულებს რაც შეეხება, მოდი, აქაც როგორც B58-ში საქართველოში ჩვენ გვაქვს ერთადერთი შრიკები, S55-შიც ეგრეა. შრიკის რასპედულები გვაქვს. და კიდე რა გვაქვს განსაკუთრებული 4-პინიანი დამჭერი, ნუ ეს 55-ის ჭირია და ყველა პონჩი სტოკი გეყოლება თუ 1000 ცხენიანი უნდა დააყენოთ აუცილებლად. დანარჩენი რავი, ხო, ის გვაქვს კიდე, ვიცადე ზეთის თერმოსტატი, რავი, ვინც გაზაობს ტრეკზე დადის და ესე შემდეგ უეჭველი თერმოსტატი გჭირდება, არა სავალდებულო მოსელმანის იყოს, შეგიძლიათ პროსტო თერმოსტატი დააყენოთ ჩვეულებრივ თავის კორპუსშივე იცვლება დაბალ ტემპერატურიანი. ეგეც და კიდე რა გვიყენია, მაღალი წნევა დორჩის გვიყენია, აი აქ არის, ეს არის დორჩის მაღალი წნევა, ანუ რასპედვალი რაც დევ შიგნით მაღალი კუთხის არის და საწვავის სისტემას სპირტი იქნება თუ ბენზინი უფრო მეტ საკაჩავებს. სტოკთან შედარებით. გალოვკაზე რაც შეეხება, მოდი ბესო. გალოვკაზე ჩვენ არ გქონდა გაკეთებული ერთწევით ორინგები. ნუ აშიკო რეისინგში იყო გალოვკა გაგზავნილი პორტირება ევროპაშია გაკეთებული, ასევე გნეზდოები ყველაფერი შეცვლილია, როგორც ჩვენ პირველ ვიდეოში ავხსენი ამ გალოვკის წარმომავლობა და მომავლობა აბსოლუტურად ყველაფერზე ვისაუბრეთ და დავამატეთ მხოლოდ ეს ორინგები რა, ორინგები არ იყო და ბარემ ესეც გავაკეთეთ. თავიდან ბოლომდე ეს ძრავი გამზადებული არის, ძრავზე შეუძლია ამ ძრავს ამოიღოს 1500-1400 ცხენი, შეიძლება მეტიც. არანაირ პრობლემას არ შექმნის, მაგრამ ჩვენ ვაპირებთ, რომ 850 საბურავზე გავაჩეროთ.
ნიზი ავაწყეთ, კალენვალი ჩავდეთ, პორშინ შატონი ჩავალაგეთ, ყველაფერი დარჩენილია ქვედა მხარეს ნასოსი, ორი ნასოსი უნდა დავაყენოთ, ლაპა უნდა დავაყენოთ და კარტე. ნუ ეხა დავაყენეთ შპილკები, ასევე დავდეთ პრაგმატკა და დავადეთ გალოკა. გალოკას გადაუჭერთ ეტაპობრივად. ცოტა შესვენებით, რადგან გაცხელება იცის დაჭერის დროს თვითონ შპილკებმაც ბოლტმაც და რო წონაში არ მოგვათულოს, პირველი გადაჭერის მერე რამოდენიმე 10-15 წუთი დავალოდებით, მეორეს გადაუჭერ და ეს ეტაპობრივად ავყვებით, რამდენი ნიუტონზე ავიდეთ საბოლოოდ? 14 უწერია შპილკებს 14 ნიუტონზე, ხო? ხო, მაგრამ ჩვენ ვფიქრობთ, რომ 16-ს დაუჭერთ რა. თუ მე კიდე უკეთეს ჯანზე ვიქნებით, 18-საც მივაყოლებთ, მაგრამ თქვენ არ გაიმეოროთ, უეჭველი შპილკა გაგიტყდებათ. შესაბამისად, რაც უწერია, უეჭველი 14 ნიუტონზე დაუჭირეთ და ჩვენ ვეცდებით, რომ 16 ავატანინოთ ახლა. რადგან ხო, 16 იდეაში კილო, ანუ 16-14 კილოს ვამბობდი, ახლა ნიუტონი რატო ვთქვი? 140 ნიუტონი გამოდის, რა რომელსაც მაინც დავიღავთ. პირველი 2 საათია ღამის და დავიწყეთ 3 საათზე, იმიტომ რომ ძალიან ბევრი რაღაცები დასარეცხი იყო, დრო წაიღო, რეის სხვა გამშრალებამ და ჩვენთან ყველაფერი ღამით. დღე დავიწყეთ, თვითონ დღე გვინდოდა, მაგრამ მაინც გვინდოდა რომ მალე დაგვეძინა, ადრე წავსულიყავით სახლებში, მაგრამ არ ხდება ეგეთი რაღაცა. მალე წახვიდე ავტოსპორტში არა, მალე წახვიდე, 5 წუთში არაფერი არ ხდება. იდეაში ARP 2000-საც იგივე წონა აქვს, ხო? მე მგონი 14 კილო აქვს, ანუ 140 ნიუტონი, მაგრამ არ მუშაობს რა ARP 2000-ები, ანუ გატესტილია ძალიან ბევრ ძრავზე და ARP 625-ებსაც 14 კილო, ანუ 140 ნიუტონი უწერია, მაგრამ ჩვენ უჭერთ 15 კილოს 16-ს, ანუ 150-160 ნიუტონს რა და ეხა გაგრას მაგ ეტაპზე ვართ, თავებს ბოლტებს ვარგებთ, გადაუჭერთ და მე დავიწყებთ უკვე რასპედლების ჩალაგებას და საბოლოო შედეგს უკვე ვალტრონიკსაც დავაყენებთ, ზეთის ნასოსაც, კარტერს დღეს არ ვაყენებთ, ხო? ხვალ დავაყენებთ. ხო, კარტერს და კრიშკას იტოქში ხვალ დავაფარებთ რა და დღეს რავის თვლიან სისტემას ავაწყობთ რა და ბოლოს დავატრიალებთ და მაგასაც გაჩვენებთ. და აი რატო კიდე რეკომენდაციაზე მეტი რომ მოუჭირო, დაუჭირო. ბიჭო, რატომ მინდა და გეტყვი ხა, ეს 11 მმ-იანია, ხო? მახო. 11 მმ-იანს უწერია 140 ნიუტონი და 12 მმ-იანს უწერია 16, ანუ 160 ნიუტონი და იდეაში 11 მმ-იანიც უძლებს 12 მმ-იანს რაც უწერია რა და მაგ პონჩი ვფიქრობ, რომ ეხა 12 მმ-იანი შპილკები რო არ ჩამოგვეტანა, გადაგვეჩარხა რეზბა მოგვეჭრა, 11-იანები სტოკ რეზბაში ჩადის ჩვეულებრივად და ესეც იტანს 16 კილოს, ანუ 160 ნიუტონს და გატესტილია ხო და მაგ პონჩი მინდა რომ 2 კილოთი მეტი რა 20 ნიუტონით მეტი დაუჭირო რა. რატო და რაც უფრო მეტს ჩაბერავ, მით უფრო მეტი საშიშროება არის იმის, რომ გალოკა აწიოს და ბუსტი გადაიტანოს წყალში რა და შესაბამისად შპილკის ზომას იმიტომ ადიდებენ, რომ დიდ წნევამ გალოკა ვერ აწიოს რა და რაც უფრო მსხვილია შპილკა და მეტი კილოთაა დაჭერილი, მაგის ალბათობა არის ძალიან მინიმალური და შესაბამისად ჩვენც ვცდილობთ, რომ მაქსიმალური ავატანინოთ ამ შპილკებს. როგორც ვთქვით რა, ეძრა ვიწყობა 1500 ხენზე, მაგრამ ვიღებთ 858 ხენს საბურავზე რა. და თუ მე მოგვიწია მანქანის გაყიდვა და გაიყიდა, გამზადებული იქნება 1500 ხენი ძრავზე, ჩვეულებრივად თამამად შეუძლია მე ახალ მეპატრონებს ამოიღოს ისე რომ პრობლემა არ შეექმნება, იმიტომ რომ ჩვენ უკვე გატესტილი გვაქვს ბოლომდე და თამამად რეკომენდაციას მივცემთ, რომ რავი ჩაბერონ რამდენის უნდა, რასაც ტურბო გაუძლებს რა. ანუ იდეაში ეს ძრავი აქამდე ანუ უფრო ნაკლები დეტალებით უფრო მეტ ძალაზე კი 1300 ცხენი იყო ამ ძრავზე ამოღებული, გილძები არიდო შიგნით რა და 40 შპილკები. არ შპილკები, ხო 40 PSI-ის ვერავდით 42 სადღაც და ეხლა გილძები დავამატეთ, შპილკები დავამატეთ და უკვე გამზადებულია 55 PSI-ზე და 55 PSI-ით კიდე 1500 პლუსი ძრავზე უეჭველია მოაცხენდა. შესაბამისად ბოლომდე გატესტილია თან სააპკატკეთ, ეხლა ჩვენ გავივლით ამის აპკატკას 1000-1500 კილომეტრს და პარალელურად მე რომ დავანასტროებთ მაგის ვიდეოსაც გადავიღებთ და გავაჩერებთ 800-850 ხენზე საბურავზე. სადღაც მე ვფიქრობ 800, იმიტომ რომ
ჩვენ პირობებში საქართველოში რადგან წებო არა გვაქვს, ვერ ვეჭიდებით და 800-ზე კაკრას მთავრდება მოჭიდების პრობლემა იწყება და სადაც პრობლემა იწყება, იქ გავჩერდებით ჩვენც, რომ სტაბილური იყოს. ჩვენ ძველ M3-ს რა პრობლემაც ხონდა? იგივე პრობლემა რო არ ქონდეს. M3 დადუგული დაშლილი იყო და უფრო მეტად ვერ ეჭიდებოდა, ეს თავიდან ბოლომდე აწყობილი იქნება, წონა მეტი იქნება და შესაბამისად ცოტა მეტი უკეთესი მოჭიდება იქნება. თან კუპია M4-ია, წონა ტრაქში უფრო მეტი აქვს და იტოქში შედარებით კარგი გამოვა რა და სავარაუდოდ 100-200 მე ვფიქრობ გაივლის 4-ის დაბალში, მე ვფიქრობ ეგრე და უეჭველი გაივლის, იმიტომ რომ მაგ ცხენის მანქანები კაკრას ზუსტად მასე დადის რა. შეიძლება 4-იანაც გამოვიდეს, მაგრამ უფრო ვფიქრობ 4-1-4-2-ში გაივლის მასე გავაჩერებთ რა და 412 ხო, 412-ს კიდე, რავი, ალბათ 10-ის დაბალ სივლის სტაბილურად 10-0, 10-1, 10-2-ში რა. ანუ ახალი რეგულაციებით რაც გვაქვს დრაგზე 10-დან 11 წამში, აი სადღაც მაგ წამებში მოუწევს რეგისტრაციის გავლა თუ დრაგზე გამოვიყვანთ. მაგრამ არ მგონია რომ გამოვიყვანოთ, იმიტომ რომ კვადრო გვყავს და კვადრო კლასში აბსოლუტში ვიასპარეზებთ მაქსიმალურად და მაქსიმალურ შედეგებს დავუდებთ კვადროთი. ამასობაში მართლა დაგვათენდა მეგობრებო და ღამის გამთენიოს 4 საათია. როგორ ჩვენ შეგვეფერებოდა ზუსტად ეგრე ავაწყვეთ ეს ზრავი და ავაწყვეთ ნიზის, ავაწყვეთ გალუკაც, კრიშკის დაფარება გადარჩა, მეტკა გასწორებულია, ხვალ კარტერს დავაფარებთ, ასევე კრიშკას დავაფარებთ და ეტაპობრივად მოგაწვით ინფორმაციას და ვიდეოებს ამ ძრავს ჩავდებთ M4-ში, მერე დრაგების მერე უკვე გადავიყვანთ დატო ფუხაშვილთან სინგლი დავადგათ ისევ 1150-იან სინგლზე ვაწყობთ და მაქსიმალურად შევესწრებით თითოეული დეტალი, რასაც გავაკეთებთ, ყველაფერი თქვენთვისაც სანახაობრივადაც კაი იყოს და ჩვენც მაქსიმალურად ვეცდებით, რომ ყველაფერი ვიდეოთი და ვიდეოში გადავიყოთ რა, მოკლედ. მინდა გითხრათ ის, რომ მაგ მანქანის დასასრულს და რაც გავაკეთებთ, ყველაფერს გადავიღებთ იმის გამო, რომ თქვენც ნახოთ და ჩვენც სამომავლოდ შენახული გქონდეს ჩვენ YouTube არხზე მსგავსი ვიდეოები. რაც შეეხება ამ ძრავს, ყველამ კარგად ვიცით, რაც არის, როგორც არის და რაფერც არის, უბრალოდ დავასერვისეთ და რაღაცები დავამატეთ. ეს იყო დღევანდელი ვიდეო, მე კიდე გემშვიდობებით მომდევნო ვიდეოებამდე.